ბრძოლის ველზე ხმლების ხმარ მწყდებოდა, იწყებოდა მეორე, ბევრად სასტიკი ომი. შეუჩერებელი სისხლდენა და იარებში შეპარული უხილავი სიკვდილი. როცა გადარჩენის ერთადერთი გზა ბუნების ცოდნა იყო, ქართველი მეომრის სიცოცხლეს 7 ველური მცენარე იცავდა. ერთ-ერთი მათგანის ისტორიული დანიშნულება კი ნამდვილად გაგაოცებთ. მთის მკაცრ ყინვაში ველური ნიორი სისხლს აღვიძებდა და სხეულში უხილავ ცეცხლს ანთებდა. მაგრამ რა ხდებოდა ღია ჭრილობის დროს? სისხლმდინარე იარებზე პირდაპირ დასრესილ ჭინჭახს ადებდნენ. მცენარის წვენი სისხლძარღვებს მხისიერად კუმშავდა, სისხლდენას აჩერებდა. განგრენას და ინფექციას აბზინდას უკიდურესი სინწარე კლავდა. ნერვამდე მისულ გაუსაძლის ტკივილს კი კრაზანა აყუჩებდა. მახვილით დასერილ სხეულს მუხის ქერქი, მრავალძარღვა და ფარსმანდუკი ერთმანეთთან კრავდა. ეს იყო ბრძოლის ველის ცოცხალი ქირურგია. და ბოლოს, როცა წყალი ინფექციის ბუდედ იქცეოდა, მთავარი ანტისეპტიკი ღვინო ხდებოდა. ის ასუფთავებდა ჭრილობებს, ამშვიდებდა ომისგან დამსხვრეულ ფსიქიკას. ღვინო მეომრის შეუპოვრობის წყარო იყო. შახ აბასის ბრძანებაც ხომ ვაზის გაჩეხვა იყო. მტერმა იცოდა, რომ ამით ქართველს მთავარ ფარსუმს ხრევდა. სწორედ ამიტომ ბრძოლაში წასვლის წინ მეომარი ჯაჭვის პერანგის ქვეშ, გულთან ახლოს ვაზის რქას ატარებდა. რომ იქ, სადაც მტრის მახვილი დასცენდა, მის სისხლზე და ხორცზე ახალ ვაზს ეხარა. მათთვის სიკვდილი დასასრული არ იყო. ის საკუთარ მიწაში სამუდამოდ ფესვის გადგმას ნიშნავდა. ეს იყო წინაპართა უხილავი ჯავშანი. თქვენ რომელ ისტორიულ მეთოდს დაამატებდით ამ სიას?